რა გაძლევთ ამის ტრიალის საშუალებას მუდმივად რომ ესეთი ეჭვები გაქვთ რომ მე შეიძლება საქართველოს რაღაც საშინელება ჩავიდირო. უფრო კარგი მაგალითები გაგაჩნიათ. ბენდუქიძე, რომელიც ასევე მდიდარია, შეიძლება იმდენი არ აქვს, ამდენიც მე, მაგრამ საკმაოდ მდიდარი მულტიმილიონერია და დღესაც სააკაშვილი რჩევლად პირდაპირ წამოსული რუსეთიდან მინისტრად დაისვა, რატომ აქ არ გაჩნდა ეს კითხვები? ბატონო ბიძინა, ეს შეკითხვები არაერთხელ გაგვიჩნდა, მაგრამ როგორც წესი ხელისუფლება და თავად ბენდუქიძეც ამ შეკითხვაზე პასუხს არ უცემს. კახა ბენდუქიძე ყოველთვის რუსეთის საქმიანი წრეების თვალსაჩინო და ერთობ კოლორიტულ ფიგურას წარმოადგენდა. მან 90-იანი წლების გარიჟრაჟზე ფლიხიე ძივინოსტეი პარტნიორებთან ერთად ურალმაშის ბაზაზე შექმნა ძალიან წარმატებული ბიზნესი. თუმცა სხვადასხვა დროს ინტერესები ჰქონდა ნავთობის სფეროში. ერთი პერიოდი ფლობდა ატომსტროი ექსპორტის საკონტროლო პაკეტს, რომელიც ირანში და არა მარტო იქ აშენებდა ატომურ ელექტროსადგურს და ატომურ წყალქვეშა ნავებს. NTV-ს განადგურების შემდეგ მცირე ხნით TV6-ის პარტნიორთა შორისაც იყო, თუ ჩვენი წყარო არ ცდება კისილოვთან ერთად. თუმცა ეთყობა მალევე იგრძნო ზურგში ხელისუფლების მწველი, დაჟინებული მზერა და ამ საქმიდან ერთ-ერთი პირველი გავიდა. ბატონმა კახამ სრული მოცულობით გაიარა და ასევე წარმატებით დაძლია ეგრეთ წოდებული კაპიტალის პირველადი დაგროვების სტადიისთვის დამახასიათებელი ველური კონკურენციის ყველა ფაზა, კრიმინალური დეტექტიური ნიუანსების ჩათვლით გავიხსენოთ ქიველიდის მკვლელობა და ასევე ყოველთვის გამოირჩეოდა პოზიტიური აქტიურობით რუსულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში. რამდენად პოზიტიურია მისი აქტივობა ქართულ სინამდვილეში, ეს უკვე თქვენი მაყურებლის განსასჯელია. რამდენიმე დეტალი ბენდუქიძის ცხოვრებიდან ანატომიაში. შევეხო იმ ოპერაციას, რომელიც ჩატარდა საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის ჯაშუშური ქსელის აღმოჩენასთან და დაკავებასთან დაკავშირებით. ამ ფირზე პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთის ჯაშუშებზე, რუსეთზე და ოკუპანტის ინტერესებზე საუბრობს. ფირზე პრეზიდენტი სააკაშვილის ხელისუფლების იდეოლოგიის ლიბერალური საწყისების ფუძემდებელი კახა ბენდუქიძე ხელს სააკაშვილის შეფასებით ჯაშუშების მესვეურს და ოკუპანტი რუსეთის ყოფილ და ფაქტობრივ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ართმევს. მეტიც ირკვევა, რომ ბენდუქიძე 1999 წელს პუტინის წინა საარჩევნო კამპანიასაც აფინანსებდა და ელცინთან ერთად მის ხელისუფლებაში მოსვლასაც ლობირებდა. ბიუროკრატიას. სწორედ დასავლური ბიუროკრატია გახდა ბენდუქიძესთვის ყველაზე ხელის შემშლელი ფაქტორი, როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისთვის და დასავლეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ობიექტის მილსადენის გაყიდვაში. თუმცა მილსადენამდე ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იგივე OMZ-ს გაყიდვის თემასთან დაკავშირებით. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ამ მეგაკორპორაციაში ბატონი კახას კუთვნილი წილი გარკვეული ეკვილიბრისტული სლალომის შედეგად გაზპრომ ბანკის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, ხოლო ეს პერიოდი ქრონოლოგიურად ძალზედ საეჭვოდ დაემთხვა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის თემის აქტუალიზაციასა და ამ საკითხის დაუფარავდა აგრესიულ ლობირებას საქართველოს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის მხრიდან. ვინაიდან სრულად აშკარაა, რომ ამ გაზსადენის მყიდველთა შორის უპირველესი გაზპრომი იყო, იბადება აბსოლუტურად ლეგიტიმური შეკითხვა. ხომ არა ისახა რუსეთის მოქალაქე ფიზიკური პირის კახა ბენდუქიძისთვის OMZ-ს აქციების 25%-ში გადახდილ ფასზე ის პრეფერენციები, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრი მინისტრი კახა ბენდუქიძე თავაზობდა გაზპრომის სტრუქტურებს მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვის სახით, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კატეგორიული ჩარევით იქნა თავიდან აცილებული. ანუ მიხეილ სააკაშვილს რომ დავესესხოთ, ცხვირწი დავწაბნათ ბენდუქიძეს და გაზპრომს. საქმე იმაშია, რომ OMZ ფლობდა და დღემდე ფლობს ჩეხურ აქტივებს, შკოდა სტილს და სხვებს, რომელთა გაზპრომის როგორც აღიარებული მონოპოლისტის სტრუქტურებზე პირდაპირ მიყიდვას ევროკომისიის შესაბამისი სამსახურების წინააღმდეგობა შეხვდებოდა. ასე სულში ინტერესების სრული თანხვედრის პირობებში ცრუმაგიერ პაცდამნოე ფიზიკურ პირებზე გასხვის და OMZ-ს აქციების 46% გაზპრომმა ევროკომისიის სრისხვა აირიდა, ხოლო
კახამ ქართული საზოგადოების. აქვე უკიდურესად საინტერესოა, როგორ პოზიციონირებდა ბატონი ბენდუქიძე რუსეთში კუთვნილ აქტივებთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოში დაბრუნდა და მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. იგი არაერთ ინტერვიუში საკმაოდ მკაფიოდ უსვამდა ხაზს იმ გარემოებას, რომ აღარ ეწეოდა ბიზნესს რუსეთში, ვინაიდან გასული იყო კომპანიების მართვიდან. ხოლო აქტივების ანუ წილების ფლობა ბატონი კახას ტერმინოლოგიურ შკალაში ბიზნესის წარმოებას როგორც ჩანს არ ნიშნავდა. ვარდების რევოლუციიდან ერთ დღეში ბუშის ადმინისტრაცია 2003 წლის 24 ნოემბერს საქართველოსთან მიმართებაში ამერიკული პოლიტიკის განსაზღვრის ერთ-ერთი მთავარი პერსონის ზეინო ბარანის მეშვეობით აცხადებდა, რომ საქართველოს რეგიონში მილსადენის მთავარი გასაღებია. მალევე ამერიკულმა მხარემ იგრძნო რა მილსადენის გასხვისების საშიშროება. ბარანი აცხადებდა, რომ გაზპრომი პირდაპირ კრემლის კონტროლის ქვეშაა და მისთვის ენერგეტიკული რესურსების მიყიდვა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. ბენდუქიძეს იმდენად აღიზიანებდა წინააღმდეგობა, რომელიც მას ამერიკელების მხრიდან ხვდებოდა, რომ ის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ლობისტის, მეთიუ ბრაიზას მეუღლის, ზეინო ბარანის პირდაპირ ლანძღვასაც არ ერიდებოდა. რაც ათვალავში ჩასაგდებია უვარგისი ექსპერტი, რომელიც საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს. ზეინო ბარანისნაირები, ანუ ცუდი ეგრეთ წოდებული ექსპერტები ამერიკაში გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოში, რადგან ამერიკაში 200 მილიონი კაცი ცხოვრობს, საქართველოში კი 4 მილიონი. ამდენჯერ მეტი უჩქუო ანალიტიკოსი ცხოვრობს ამერიკაში, ამბობდა ბარანის მისამართით კახა ბენდუქიძე. იმ ეტაპზე სააკაშვილს როგორც ჩანს ამერიკელებმა მილსადენის გაყიდვა გადააფიქრებინეს, მაგრამ ჯერ კიდევ დაახლოებით 1 წლის წინ გაირკვა, რომ გამორიცხული არ არის პრეზიდენტმა მილსადენი ვაჭრობის საგნად 2013 წლის არჩევნებისთვის კიდევ ერთხელ აქციოს. რა თქმა უნდა, შეიძლება რომ მცირე პროცენტით, მაგალითად 10-15% გაიყიდოს, მაგრამ ეს იქნება 1-2-3 წელიწადში. ბენდუქიძეს და რუსული სპეცსამსახურების კავშირზე ზეპირად ბევრი საუბრობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ დაახლოებით ასეთი სქემით ევორდი, კაპიტალ ვასტოკი, სიტი კეპიტალ მენეჯმენტი, ისტ კეპიტალი. გავდივართ საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელზე და უშიშროების საბჭოს წევრზე ვადიმ ბაკატინზე, რომელსაც რუსულ წყაროებში სუკის ნოვატორულ ძალად მოიხსენიებენ. ბენდუქიძის და ბაკატინის გზები კი ჯერ კიდევ 93 წლიდან რამდენჯერმე იკვეთება. 1993 წელი ფონდი პოლიტიკის ეგიდით რუსეთში შეიქმნა კლუბი 93, რომლის პოლიტიკასაც ბენდუქიძე ბაკატინთან ერთად ხელმძღვანელობდა. 1994 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგკომიტეტში ბაკატინი ბენდუქიძის ბიზნეს პარტნიორთან ივანე ქიველიძთან ერთად მოღვაწეობდა, რომელიც დასახელებულ ორგანოში სწორედ ბენდუქიძის ინტერესების გამტარებელი იყო. ეს ის ქიველიდია, რომლის მკვლელობასთან დაკავშირებით ახლაც უამრავი შეკითხვა ისმის. გარდა ამისა, კახა ბენდუქიძეს ურალმაშის დირექტორთა საბჭოში ვადიმ ბაკატინის შვილი დიმიტრი ბაკატინიც გიხავს შეყვანილი. ბიოგრაფიაში დიმიტრი ბაკატინთან მითითებულია, რომ ის ჩვენთვის საინტერესო სუკის ხელმძღვანელის შვილია, ანუ ცდომილება გამორიცხულია. რუსული დაზვერვის კიდევ ერთი დამსახურებული ჯაშუშის, ვიტალი შლიკოვის და ბენდუქიძის გზების თანხმედრაზე საუბრობენ პოლიტიკოსები. თანხმედრაზე, რომელიც დოკუმენტურად დასტურდება. შლიკოვი 2001 წლიდან 2003 წლის ნოემბრამდე OMZ-ს გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო. 2003 წლიდან 2004 წლამდე ატომსტროი ექსპორტის გენერალური დირექტორის მრჩეველი. ერთი შეხედვით, ყოფილი ჯაშუშის ეს თანამდებობები არაფრის მთქმელი არ იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი. დასახელებულ საწარმოში გენერალური დირექტორი სწორედ კახა ბენდუქიძე გახლდათ. 2000 წლის 26 ივლისს ბენდუქიძე მისი ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად ინიშნება სააქციო საზოგადოება ურალმაშის გენერალურ დირექტორად. ამ თანამდებობაზე ბენდუქიძე ინიშნება 2 კვირით ადრე 16 ივლისს საეჭვო ვითარებაში ოლეგ ბელონენკოს მკვლელობამდე. მკვლელობები ბენდუქიძის ბიზნეს ბიოგრაფიას თანსდევს. 1993 წელს ჯერ კიდევ კომერსანტი წერდა, რომ ბენდუქიძის ჯგუფი მაჯესი ნახსენები იყო იგივე წლის მარტში ჩეჩენი მაღალჩინოსრების რუსალ უციევის, მისი ძმის ნაზარბეკ უციევის და გენადი სანკოს მკვლელობებთან. მოკვლელებიდან ერთ-ერთი ჯოხარ დუდავის მრჩეველი, ხოლო მეორე ვიცე-პრემიერის იარაკ მამედოვის მოადგილე იყო. საქმე ჩეჩნეთიდან ნავთობპროდუქტების არალეგალურ გატანას უკავშირდებოდა, სადაც რუსული გამოცემის ცნობით სწორედ ბენდუქიძის ჯგუფი იყო გარეული. რუსეთში 80-იანი წლების ბოლოს კერძო მეწარმეობის გარიჯრაჟზე ბატონი ბენდუქიძის პირველი პირმშო კომპანია ბიოპროცესის მონაწილეობით დაფუძნებული საბჭოურ ლიბანური ერთობლივი საწარმო მაჯესი, რომელიც ჩეჩნური ნავთობპროდუქტების მაზუთის კერძოდ ექსპორტს ეწეოდა
ნავთვარსები დიდ ბრიტანეთსა და ბულგარეთში. ამ ექსპორტთან დაკავშირებულ აფეორებს მოყვა სერიოზული გარსისხლიანი გარჩევები, მათ შორის მაშინდელი ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის უახლოეს გარემოცვაში. ურალმაში დანიშნიდან მალევე კახა ბენდუკიძე 2000 წლის ოქტომბერშივე ხდება ქართველების წინააღმდეგ განწყობილი არკადი ვოლსკის მეწარმეთა და მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც თავის მხრივ რუსულ გენერალიტეტთან მჭიდრო კავშირში იმყოფება. ბენდუკიძე ამავდროულად რჩება გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნების იგივე OMZ-ს მეპატრონედ, რომლის შემადგენლობაშიც სამხედრო პროფილის საწარმოები, მათ შორის სატანკო და სტრატეგიული რაკეტების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნებიც არის. სწორედ ამ პერიოდში გახდა მისი მრჩეველი გრუს მაღალჩინოსანი ვიტალი შლიკოვი. ფაქტია, რომ ბენდუკიძე იარაღის და სამხედრო ტექნიკის დამამზადებელ საწარმოებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და სპეცსამსახურების თანხმობის გარეშე ვერ შეიძენდა. შლიკოვის ბიოგრაფიიდან კი ირკვევა, რომ ის თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ეკონომიკური ხასიათის ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა. დისერტაციაც შლიკოვს სამხედრო ეკონომიკაზე აქვს დაცული. მის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ მოღვაწეობას რუსეთში სულ გასდევდა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც რუსულ პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებული ანტიქართული განწყობითა და აგრესიით გამოირჩეოდნენ. და იყო ვინმე შლიკოვი, რომელიც კახა ბენდუკიძის ცხოვრების გზას, რაღაცნაირად პოლიტიკური ცხოვრების გზასაც და ბიზნეს ცხოვრების გზასაც გასდევდა. როდესაც ესე არაფერს არ გვეუბნებოდა ეს სახელი და გვარი ჩვენ მაშინ, მაგრამ როდესაც მოვიძიეთ მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ეს მუშაობდა ეკონომიკურ დაზვერვაში თავის დროზე ამერიკის წინააღმდეგ, შემდგომ იყო აი ამ ორგანიზაციებში თანადამფუძნებელი ბენდუკიძესთან ერთად, ჩამოთვლილ ორგანიზაციებს გულისხმობ, შემდეგ იყო მისი მრჩეველი, როდესაც ურალმასში დაინიშნა კახა ბენდუკიძე, შემდგომ ის იყო ატომსტროიში, როდესაც დაინიშნა კახა ბენდუკიძე, ასევე მისი მრჩეველი. ლოგიკა მოითხოვს, რომ გვას რომ ესე იგი ახალი შექმნილი ტანკი თუ არა რომელიღაც ამ ქარხნიდან კრასნის არმოვეს არ გულისხმობ საერთოდ ამ ქარხნების გაერთიანებიდან შეიძლება ახლად შექმნილი ტანკი თუ არა გარემონტებული ტანკი მაინც მონაწილეობდა 2008 წლის ოპერაციაში, იმიტომ რომ თვითონ პრეზიდენტმა უწოდა სააკაშვილმა ამათ დაჟანგული ტანკები. კახა ბენდუკიძემ ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი კონსტანტინე ზატულინთან პარტნიორული ურთიერთობა ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს დაამყარა. მაშინ, როდესაც ზატულინი აფხაზებისთვის იარაღის, ტექნიკის და ფულადის სახსრების მობილიზებით იყო დაკავებული. აქვე ირკვევა, რომ ამ რესურსის მობილიზაცია ბენდუკიძის კუთვნილი ორგანიზაციებიდანაც ხდებოდა. 1992 წელს ბენდუკიძე ერთიანდება პოლიტიკურ ორგანიზაციაში მრეწველთა პოლიტიკური ინიციატივა 1992. ზატულინი ამ გაერთიანების თავმჯდომარეც იყო. გარდა ამისა, ბენდუკიძე ზატულინთან ერთად კიდევ ერთ ორგანიზაციაში, საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოში მოღვაწეობს, სადაც წევრებად გვხვდებიან ნიკოლაი ბორდუჟა, რუსეთის სასაზღვრო ჯარების სარდალი, სერგეი კარაგანოვი, ანალიტიკოსი, გრიგორი კარასინი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კონსტანტინე კოსაჩოვი, დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი მარკოვი, პოლიტოლოგი, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი, გლებ პავლოვსკი, პუტინის ერთ-ერთი მთავარი პოლიტტექნოლოგი, ევგენი პრიმაკოვი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. უკვე 1995 წელს კახა ბენდუკიძე მორიგი ანტიქართული გაერთიანების არჩევანის უფლების წევრი ხდება, რომელსაც ანდრანიკ მიგრანიანი ხელმძღვანელობს. რუსეთის ხელისუფლებასთან და სპეცსამსახურებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის ფონზე ბენდუკიძის იმპერიას ნელ-ნელა საძირკველი ერღება, რასაც ის 2003 წელს ატომსტროი ექსპორტის მიერთებით ამაგრებს და მისი გენერალური დირექტორის პოსტსაც თავად ითვისებს. იწყება დიდი მშენებლობის ეპოქა. ატომსტროი, მათ შორის ირანში სკანდალურად ცნობილი ატომური ელექტროსადგურის ბუშერის მშენებლობასაც იწყებს და რაც მთავარია, გრუს მაღალჩინოსანი შლიკოვი უკვე აქ ინიშნება ბენდუკიძის მრჩევლად. ფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უკვე ეხება 2003-2004 წლებს, როდესაც რუსული სახელმწიფო ინდუსტრიის ისეთ პრაქტიკულად საკრალულ სფეროში, როგორც არის ატომური ენერგეტიკა, ბატონი ბენდუკიძე იყო ერთადერთი კერძო მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც აღიჭურვა ექსკლუზიური უფლებით ეწარმოებინა საკუთრივ ბირთვული რეაქტორები და მოეხდინა ამასე ექსპორტი. მე ვგულისხმობ ატომენერგო ექსპორტის ჩამკეტი პაკეტის ფლობას და მისი შვილობილი კომპანიის ატომსტროი ექსპორტის საკონტროლო პაკეტის ფლობას. სხვათა შორის
ბატონი ბენდუქიძის კომპანია წარმატებით ეწეოდა ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას ირანში, ბუშერის ატომური ელექტროსადგური, ირანს აგრეთვე ჩინეთსა და ინდოეთში. ბირთვული ენერგეტიკა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული ინტერესების სფეროა, ხოლო ისეთ სახელმწიფოში, რომელშიც მოღვაწეობდა ბატონი ბენდუქიძე, ვინ და რომელი უწყებები უწევენ ზედამხედველობას, კურირებას, ასეთ სფეროებს, ფიქრობ, უმჯობესია კითხოთ სახელმწიფო სპიკერებს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში ძალიან სერიოზულ კომპეტენციას ავლენენ კრემლისა და ФСБ-ს კულუარული ინტერესებისა და საქმიანობის კუთხით. ოლიგარქიული მითოლოგია ამბობს, სწორედ ეს კონტროლის პალატის ანალოგია, ხო, იმის, ასე ვთქვათ, სტეპაშინის უწყება. სწორედ ეს აუდიტორული დასკვნა ამ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე, აგრეთვე პატანინთან ჩაშლილი გარიგება OMZ-სა და ინტეროსა სილავე მაშინის შერწყმის თაობაზე, როგორც ამბობენ, აი ამ ორმა ეპიზოდმა მისცა ბიძგი ბატონი ბენდუქიძის გადაწყვეტილებას დაბრუნებულიყო სამშობლოში. მალე საქართველოში ხელისუფლება იცვლება და ბენდუქიძეც ატომსტროიში ფაქტობრივად 2004 წლამდე რჩება. ამის მერე ის საქართველოში ბრუნდება, ხოლო შლიკოვის კვალი 2007 წლამდე იკარგება. იმ დროისთვის კი ის რუსეთის თავდაცვის უწყებაში ჩნდება. ბიოგრაფიიდან გაუჩინარებული პერიოდის შესახებ კი მხოლოდ არაოფიციალურად საუბრობენ, რომ შლიკოვის საქართველოში ბენდუქიძის ჩრდილოვანი მრჩევლის სტატუსით სარგებლობდა. ადამიანი, რომელიც იყო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი, ის ბიზნესები, რომელიც კახა ბენდუქიძეს ჰქონდა რუსეთში და რომელიც უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ სპეცსამსახურების გავლენისაგან თავისუფალი ყოფილიყო და მე მგონი ეს სადავო არავისთვის არ არის, აქ ყველგან ფიგურირებს ადამიანი მრჩევლად, მოადგილედ კახა ბენდუქიძესთან ერთად, რომელიც ამ სპეცსამსახურების წარმომადგენელია და ბუნებრივად ჩნდება ასე ვთქვათ, ეჭვი, კითხვა, დამოკიდებულება, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს ეს ადამიანი თავის მარჯვენა ხელად, ყურად, მეთვალყურეთ თუ როგორ ყავდათ მიჩენილი ყველა იმ საქმეში, რომელიცაც კახა ბენდუქიძე ახორციელებდა რუსეთში და მისი, ასე ვთქვათ, თანამდევი ადამიანი იყო ყველგან. სუკის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის თუ შეიძლება მას ჰყავდეს ასეთი, ოთარ არშბას საქართველოში გამოჩენას ასევე კახა ბენდუქიძეს უკავშირებენ. არშბას ამჟამად რუსეთის დუმის დეპუტატის პოსტი უკავია. არშბა 70-იან წლებში კგბ-ს მეხუთე განყოფილების თანამშრომელი იყო. ოთარ არშბა, რომლის მეუღლის საკუთრებაცაა სავაჭრო ცენტრი ბათუმში, რომლის გახსნაზეც ლენტის სააკაშვილმა პირადად გაჭრა. არშბა რუსეთის სათათბიროს უშიშროების კომიტეტის წევრი და უშიშროების პოლკოვნიკია. ფრაქცია იდინა ერასიას წევრი პრესამ საქართველოს მილიარდერთა სიაში მოიხსენია. ევრაზია ჰოლდინგს უკავშირდება არშბას სახელი საქართველოში. სწორედ ამ კომპანიამ კახა ბენდუქიძის ლობით შეიძინა 2005 წელს ჭეთურ მანგანუმი და ვარციხეხესი. ძმები ბეჟუაშვილები კი მის უკრაინელებზე გასხვისებას ლამობდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში სააკაშვილთან მეტი ნდობა ბენდუქიძეს აღმოაჩნდა. ოპოზიცია მაშინ ხელისუფლებას სტრატეგიული ობიექტების რუსული სპეცსამსახურებისთვის მიყიდის გამოაკრიტიკებდა. საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ მისთვის არ არის ცნობილი არშბას კავშირების შესახებ რუსულ სპეცსამსახურებთან და დასწინა. თავდები ვერ გავხდები, მაგრამ საკმარისია ის, რომ ქართულ ობიექტებში ყველაზე დიდი ფასი ევრაზია ჰოლდინგმა შემოგთავაზა. თავის მხრივ არშბა ბიზნეს წილებით უკავშირდება ანატომიის მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ ძმებ შარანგიებსაც და არაოფიციალურად საუბრობენ იმაზეც, რომ შარანგიების გარდა წილი კომპანია ბილანში არშბასაც აქვს. სწორედ ის უგვარებდა შარანგიებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ბილაინის მიერ დაფარვის ზონის მოპოვებას, გარკვეული თანხების სანაცვლოდ და მაინც ვინ არის კახა ბენდუქიძე და რა კავშირშია მასთან მეხუთე კოლონა. ბენდუქიძე მაგალითად იყო პუტინის ძალიან ისეთი გამოკვეთილი მხარდამჭერი 90-იანი წლების ბოლოს და შემდგომშიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში. და ეს განპირობებული იყო იმითი, რომ ესე ვთქვათ, ბენდუქიძე ითვლებოდა ელცინის გუნდის მხარდამჭერად და ელცინის გადაწყვეტილებების მხარდამჭერად. ელცინის ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო პუტინის გაპრემიერება. მეხუთე კოლონაში შეიძლება რასაკვირველია შედიოდეს ნებისმიერი პიროვნება, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, მაგრამ ალბათ ისეთი პიროვნებები უნდა იყოს, ვისაც ხელისუფლებად ქვეყანაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენა
აი ბენდუქიძე არის ნაწილობრივ ის დონე, მაგრამ ბენდუქიძე იმდენად ესე ვთქვათ ამ თვალსაზრისით იმდენად ღია კი არა, უბრალოდ ესე ვთქვათ საჯარო პიროვნებაა, იმდენად ჩანს რომ ესე ყველათიც გაეშურთ იმ წუთში ბენდუქიძისკენ. თუ არის რამე რუსული პროექტი, თუ არის რუსული პოლიტიკური ეკონომიკური ინტერესი, ესე იგი ბენდუქიძეა დამნაშავე. მე მაინც გონია რომ შე შემთხვევაში ბენდუქიძის ამიფარებული პიროვნებებიც აკეთებენ ამას და უფრო ესე იგი ესე ვთქვათ უფრო ნაკლებ საეჭვო პიროვნებები. ნაკლებად მგონია რომ ბენდუქიძე ამ ადამიანების ავანგარდშია და ხელმძღვანელია. შეიძლება მონაწილეობს ამ პროცესში, მაგრამ არ მგონია რომ ლიდერი იყოს. ბატონი კახა საჯაროდ საქართველოში პრაქტიკულად არ საუბრობს ამის თაობაზე, ეწყობა აქვს ამას მიზეზები, მაგრამ როგორც არაერთხელ გვამცნო უკვე ქართული ლიბერალური თუ ლიბერტარიანული რელიგიის აგრესიული პროზელიტიზმით დაკავებულმა რუსმა ჟურნალისტმა იურა ლატინინამ ბატონი კახა არის თურმე ავტორი კვაზიპოლიტიკური თეორიისა ეგრეთ წოდებული სინგულარული ამომრჩევლის შესახებ, რომლის არს იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანაში, ანუ ქვეყნებში, სადაც ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი ძალიან დაბალია, ხელისუფლების ფორმირების დემოკრატიული პროცედურა კარგავს საზრისს, ვინაიდან მრავალმილიონიანი ელექტორალური მასა პრაქტიკულად იკუმშება ერთ ამომრჩევლამდე. ეს ამომრჩეველი როგორც წესი არის ხელისუფალი და ის რასაკვირველია საკუთარ თავს ირჩევს. მათ მიერ შექმნილი ვირტუალური ბედნიერების ამ ხუხულას, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, ჩემი მოგრძალებული აზრით ძალიან დიდი გამოცდილების. ყველაფერი შედარებაში შეიცნობა და როდესაც იგივე ქართველი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ექსპერტები დღეს ქილიკობენ ივანიშვილის ფრთხილ ოპტიმიზმზე, იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი რუსეთის ლიბერალიზაციის გზას დაადგება, რატომღაც ვერ იხსენებენ ვერც ალექსეი ვენედიქტოვისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ბატონი კახა ასევე საუბრობს რუსეთის ეტაპობრივ ლიბერალიზაციაზე, სამხედრო კომუნიზმიდან დღემდე. და ვერც ბენდუქიძის ძალისხმევას რუსეთის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის კუთხით, RSPP-ს ფორმატში. დავიჯეროთ ასეთი გულუბრყო ლოკაცია კახა ბენდუქიძე, რომ არ ჯეროდა ცვლილებების და მაინც წერდა პროექტებს. მართლაც რომ ყველაფერი შედარებაში შეიცნობა და ვინაიდან უკანასკნელ დღეებში საკმაოდ აქტუალური გახდა ბიძინა ივანიშვილის და კახა ბენდუქიძის შედარებითი დახასიათება, დღევანდელ ანატომიას ასე დავასრულებთ. ალბათ შთამომავლობის შესაფასებელია, ვინ და რა კვალს დაატყობს საკუთარ სამშობლოს, ბიზნესის მწვერვალების პრობელ ქართველთა შორის. ზოგისთვის დერეგულაციის ცხრის ტყავში შენიღბულის წინამძილეში კი რეპრესიულად მონოპოლიური ბიზნეს გარემოს შექმნაა საშუალო საქმე, ხოლო ზოგისთვის აღდგენილი ძველი ტაძრები და ამით გადარჩენილი ქართული სული. ისე საინტერესოა, რა სიტყვის ბატონი ბენდუქიძე ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და აღარ მართავს აქტივებს რუსეთში. მასაც იმავე საწყაულით მიუზომავს თუ სახელისუფლებო აგით პროპაგანდას ისტერიის საკუთარ ხმას შეაშველებს. ამაზე აზრი ბიძინა ივანიშვილსაც უნდა ვკითხოთ და ალბათ ამას მისი ანატომიის მომზადებისას გავაკეთებთ. შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.